ქართლის სამკვიდრო, ქვეყნის თვალად დაბადებულო, რამდენ ვაება შენსა თავზედ გარდაულია, ჯვარცმულის ღვთისთვის თვით ჯვარცმულო და წამებულო, ეკლიან გზაზედ შენებრ სხვასა რომელ სულია. ყოველმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომელი ტომისადანა, რომელი ეროვნებისა, უნდა იცოდეს, ვინ იყო მისი ერი წარსულში, დღეს რა უნდა ვაკეთოთ და მომავალში კიდევ რა უნდა ვაკეთოთ. არ ვისმსახურებდეთ, არცა ვემონოთ, გარეშე ღვთისა დამბადებლისა. აი მაჯისცემა და წყაროს თვალი ქართველი კაცის შეგნებული ცხოვრებისა. ქართლის ცხოვრებაში ჩვენ ვკითხულობთ, რომ ჩვენი დიდი წინაპრები, ქართლოსი და მცხეთოსი ყოფილან ჭეშმარიტი ერთი ღმერთის მაღიარებელი. საქართველოს დედა ეკლესიის საფუძველს წარმოადგენს უკერველი კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. კვართი უფლისა, ეს არის მაჩვენებელი გზა ჩვენი ერისათვის სასუფეველში შესასვლელად. საქართველოს სულიერი მისიაც არის დაუნაწევრებლად და შეურყვნელად შევინახოთ ქრისტე ღმერთის მიერ დაარსებული ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სარწმუნოება ქვეყნის აღსასრულამდე. მთელი საქართველო ივერიის ქვეყანაა, წილხვედრი ქვეყანა არის. მოგცა უფალმა ეს 64, აი გაიხედე. ასეთ ადგილი არ არსებობს დედამიწაზე. ესაა 64. ყოველი წვეთის სისხლისა საქართველოს დედულ მამულისათვის დათხეული მზის სხივად ესხმოდა ქართულ მიწას. ამიტომაც ვამბობთ თავდაჯერებით. საქართველო დაჭრილი მზეა. დაჭრილი მზე, მაგრამ მაინც მზე. აქეთგან მისი ხალისი მაინც. და ასე უფრო ძალაყრილი. რაც ვერ მძლევს, ხდის უფრო ძლიერ. საქართველოზე თუა გამოჭრილი ეს ფრაზა. ქართველისათვის მზიურად ცხოვრება შემართულ, გაბედულ სიცოცხლეს ნიშნავს. ნიშნავს თავი მზესავით გააჩუქო, დახარჯო, გაიღო, დაარიგო. ვისაც აქვს თავის გაჩუქების ეს გაბედულება, მხოლოდ ის შეიცნობს ბედნიერებას. არაფერი არ არის ეს შემთხვევითი, ეს არის დიდი მადლი უფლისა, რომელიც დააბერთხა უფალმა მთელ საქართველოს. შენ სიყვარულო, ცისა და ქვეყნის კავშირო და თან შუამავალო. შენ რომლის ერთ წამს იმ სანეტაროს მზავარ სიცოცხლე მთლად ვანაცვალო. ყველაზე დიდი საიდუმლო ეს არის ადამიანი, ადამიანის ცხოვრების მიზანი. ყოველმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რისთვის მოვიდა ამ ქვეყნად. 1811 წელს საქართველოდან გაიწვიეს საქართველოს უკანასკნელი კათოლიკოს პატრიარქი ერეკლე მეორის ძე ანტონ მეორე კათოლიკოს პატრიარქი და ნიჟნი ნოვგოროდთან მის ადგომებთან ეტლი გადაუბრუნდა და ტრაგიკულად დაიღუპა ანტონ კათოლიკოსი. დღესაც გაურკვეველია მისი დაღუპვის მთავარი მიზეზი. ივერიის ეკლესიას წაართვეს ავტოკეფალია, მოსპეს 25 ეპარქია, რომელთა შორის ზოგი 15 საუკუნის განმავლობაში არსებობდა. გაანადგურეს მრავალი ძველი მონასტერი და ქართული საეკლესიო მამულები ხაზინას გადასცეს.
რუსეთის სინოდის მოხელეებმა მტკვარში გადაყარეს ქართული ეკლესიის ყველა კანონი და დადგენილება. დაწვეს აურაცხელი უძველესი საეკლესიო დოკუმენტი, რაც დარჩა პეტროგრადში წაიღეს და გადამალეს. ახლა ვნახოთ, აქვს თუ არა საქართველოს ეკლესიას შინაგანი გამბედაობა. 1888 წელი ალექსანდრე მესამე ჩამოვიდა საქართველოში. ქუთაისაც ესტუმრა. გაემართა ტაძრისაკენ სობოროს რომ ეძახდნენ. შევიდა ამალის თანხლებით ტაძარში. შესდեք რუსეთის ხელმწიფეო. გაისმა გაბრიელ ეპისკოპოსის ხმა, რომელიც იმ დროს პარაკლისი ხდიდა. ირგვლივ გაოცება. ეს ქვეყანა უძვირფასესი მარგალიტია შენს გვირგვინში. და როგორც ასეთი სხვა ყურადღებისა და სხვა ზრუნვის ღირსია. სხვა მოპყრობას მოითხოვს, ვიდრე იმას, რომელსაც ადგილი აქვს. შესდեք რუსეთის ხელმწიფეო. არა მგონია მსოფლიო ისტორიაში მოუნახოთ ასეთი გაბედული მიმართვა თვითმპყრობელისადმი. ამ სამ სიტყვაში მოცემულია მთელი საქართველო. და დღეს ზოგიერთი უარყოფს ამ ფასეულობას და ფიქრობს, რომ ფასეული მხოლოდ ის არის, რომელიც ის კულტურა თუ ფსევდოკულტურა, რომელიც შემოდის დასავლეთიდან. და რო ვერაფერს ვერ აკლებდა ამ ხელა განდრო ტაძრებს და ვერ ანგრევდნენ, ხდებოდა შეურაცხყოფა ამ ტაძრების რით, რომ ილესებოდა მათ ქვებზე, ეკლესიის ქვებზე ხმლები. აი ეს არის ხმლების ნალესები და ხმლების ნალესებია ესენი სულ. 1917 წელს საქართველოს ეკლესიამ აღადგინა ავტოკეფალია დამოუკიდებლობა. სექტემბერში იქნა მოწვეული საეკლესიო კრება და არჩეული იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად კირიონ მეორე საძაგლიშვილი. 1918 წელს თითქმის რაღაც 8 თვის შემდეგ კირიონ პატრიარქი, კირიონ კათოლიკოსი მარტყოფის მონასტერში ვერაგულად მოკლეს. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს კვლავ დაედგა მძიმე და სამარცხვინო მონობის უღელი. საბჭოთა ხელისუფლებამ ჩვენ სამშობლოში ფეხის შემოდგმის დღიდან დაიწყო სარწმუნოების დევნა. მთავრობა ცეცხლითა და מחვილით მოედო ეკლესიებს. დაანგრია და გააუქმა 1200 ტაძარი. დაატუსახა და დახვრიტა მრავალი სასულიერო მოღვაწე. ერისმაშინდელმა სულიერმა მამამ და მწყემსმა ამბროსი ხელაიამ 1922 წლის 7 თებერვალს გენუის კონფერენციის წარმომადგენლებს გაუგზავნა მამხილებელი მემორანდუმი. ეს უპრეცედენტო შემთხვევა იყო ბოლშევიკური იდეოლოგიისათვის. საქართველოს მწყემს მთავარი სამსჯავროზე გადასცეს. სასამართლო პროცესის ბოლოს მსჯავრდებული საბოლოო სიტყვაში წმინდა ამბროსიმ ჯალათებს უთხრა ისტორიული სიტყვები. სული ჩემი ეკუთვნის ღმერთს, გული საქართველოს, გვამს კი რაც გნებავთ ის უყავით. აი საქართველოს ხერხემალი.